დილას როცა გავიგვიძებ და რამდენი ამ ოთახში გამოვალდა სულ უყურებამ სურათს. აი ახლა ნაცემი ადამიანების სურათი. იქეთ გვერდზე გვაქვს ზია ამაღლობელის და ყველა დაპატიმრებული ადამიანის სურათი. დილა არ გათენდება რომ ესა დავინახო, რომელიც მაძლევს ენერგია რომ დღესაც კიდევ ერთხელ ჩავწერო 26 აპრილის აქციის მნიშვნელობაზე და კიდევ ერთხელ მინდა რომ მოყვე მაშინ ვიყავი კამერაში, როდესაც შალმიშელი ჩამოფრინდა თბილისში, ჯერ ტელევიზიით სალომე ზურაბიშვილთან მიიწვია ოპოზიციური პარტიები და დიდი ზარზეიმით მოაწერენ ხელი პარლამენტში შესვლას და რაღაც ხელშეკრულებას და მეორე დღესვე ჩამოფრინდა შალმიშელი და ზარზეიმით მოხდა ეს ყველაფერი. აი მე მიჭის ახლა იმის გადმოცემა. ყოველ დილა თენდებოდა იმედით და საერთოდ ყველა პატიმარი ყოველ დილას ათენებს იმედით, რომ დღეს რაღაც იქნება და ყველა პატიმარი ელის რაღაც თავისუფლებას. და მეც ყოველი დილა მითენდებოდა ამ შეგრძნებით, რომ აი ეს ქუჩაში გამოსვლები, ეს ბრძოლა დამთავრდება გამარჯვებით და მალე მოვიპოვებ თავისუფლებას. და როდესაც შევხედე როგორ შეცვიდნენ და როგორ შეყარენ ცხოვრებივით ჩვენი პარლამენტარები პარლამენტში და დამთავრდა ის ყველაფერი მოძრაობა და გულგატეხილება დაისადგურა ქვეყანაში. ყოველი დილა თენდებოდა უკვე საზიზღრად, ყოველი დილა თენდებოდა უიმედობით და ასეთ დეპრესიაში ძალიან დიდხანს გავაგაცდანა სხვადასხვა არ ვიცი ახლა რამდენი კვირა, 2 კვირა, 1 კვირა, 1 თვე თუ რა, მაგრამ ძალიან დიდხანს გასტანა. აი ზუსტად ამ დღეში არიან ახლა ჩვენი პატიმრები, რომლებიც არიან ციხეში. აბსოლუტურად ცდილობენ მიიღონ ყველნაირი ინფორმაცია, რაც გარეთ ხდება და თუ დღე არის მართლა ძაფრი, თუ არის გადაკეტვა, თუ არის ადამიანები ქუჩაში, ისინი არიან იმედიანად. თუ არა და მათ ძალიან ცუდ დღეში იქნება, მე დარწმუნებული ვარ ამაში, იმიტომ პატიმარი არის პატიმარი, ნებისმიერი ვინც არ უნდა იყოს ის. და აქედან გამომდინარე, სხვას რო ყველაფერს თავი დავანებოთ. ის რომ უკვე უვიზო მიმოსვა გაუხსნა ისეთ ქვეყნებს, რომლებიდან ტერორიზმი და უბედურობა, სიღარიბე მოდის და მეტი არაფერი. ამას რო თავი დავანებოთ, ჩვენი წინაპრების ცომრას რო თავი დავანებოთ, აი ახლა ჩვენ გვერდში, ჩვენთან მებრძოლი ადამიანების ასე მიტოვება არის უზნეობა. ამიტომ კიდევ ერთხელ მინდა მოგიწოდოთ. 26 აპრილს არა მარტო იმიტომ აქვს დიდი მნიშვნელობა, რომ ხელისუფლება გავხეთქოთ, ხელისუფლებას დავანახოთ, რომ ჩვენ გაუტეხილები ვართ. არამედ მნიშვნელობა აქვს ზუსტად ამ ადამიანებისთვის, იმ პატიმრებისთვის, ყველასთვის მნიშვნელობა აქვს. აბსოლუტურად დამიჯერეთ, ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს. და გეხვეწებით ყველას, გემუდარებით, ჩემო ქართველებო, ჩემო მეგობრებო, ჩემო პარტიის წევრებო, ჩემო ნაცნობებო, ვისაც კი ოდნავ პატივცემ, ვინც პატივცემთ, აი ყველანი გავიდეთ აქციაზე, ყველანი გავიდეთ აქციაზე. კიდევ ერთხელ დავანახოთ ხელისუფლებას და გავაჩინოთ შიდა ბზარები, რომ ამ შედეგს, რასაც ისინი აკეთებენ, ამ მეთოდს, რასაც ისინი აკეთებენ, არ მოსდევს შედეგი, არამედ პირიქით, უფრო მეტად ვნებდებით, უფრო მეტად მობილიზდებით და უფრო მეტად ვიბძვით. ეს იწვევს შიდა განხეთქილებას. აი დამიჯერეთ, ეს იწვევს აუცილებლად შიდა განხეთქილებებს და იმედია აი ასეთი ადამიანებისთვის. ამიტომ კიდევ ერთხელ 26 აპრილს ყველანი ქუჩაში. აბსოლუტურად ყველანი ქუჩაში, ვისაც გვიყვარს ეგ ქვეყანა, ვისაც გაცნობიერებული ვართ, თუ რა უბედურობა დატრიალდება, თუ გვიჩვენ დავმარცხებით, ეს თუ კი ვინმეს გაცნობიერებული ვართ.
გადავდოთ წყენები, გადავდოთ უიმედობა. თქვენ ხართ ლიდერები. ყველა ადამიანში მზიარი, მხოლოდ აცალე და მომწყინება სოკრატეს სიტყვებია. თქვენშია ყველაში ლიდერი და ნუ დაუწყებ, ნურს პარტიებს, ნურს ლიდერებს, ნუ რავის ძებნას. ჩვენ გადავარჩენთ ქვეყანას. ჩვენ ვართ ლიდერები, ყველა სათითაოდ. ამიტომ 26-ში ყველანი აქციაზე. მადლობთ ყურადღებისათვის.